დილამშვიდობისა. ნებისმიერი ორგანოს გამართული მუშაობისათვის აუცილებელია მისი კარგი სისხლმომარაგება. ამისათვის ჩვენ უნდა დღეს ვისაუბროთ თემაზე, რომელსაც ჰქვია იშემიური ინსულტი. რა არის იშემიური ინსულტი? როგორ შეიძლება მისი ამოცნობა? როგორია სწორი ქცევის წესები, განსაკუთრებით პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში, პირველი 2 საათის განმავლობაში, რა ასიახლეა ამ მიმართულებით საქართველოში, რატომ ყავს დღეს განსაკუთრებული სტუმარი? ყველა ამ საკითხს მოგვიანებით დაუბრუნდებით, მანამდე უნდა შეგახსენოთ, რომ დღეს ორშაბათია, ჩვენ ვიწყებთ ახალ კვირას და ვიწყებთ ცხადია ახალ ვიქტორინას, ანუ წესების ერთობლიობას, რომელსაც თქვენ დაისწავლით მთელი კვირის განმავლობაში და პარასკევს ამომწურავს სწორ პასუხს გასცემთ ჩვენს მიერ დასმულ კითხვას. და ასეთ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ჩვენგან ქსოვილის ჩანთას პროდუქტებისათვის, მინის ბოთლს სხვადასხვა სახის სითხისათვის და ხისკოვს იმისათვის, რომ კერძის მომზადებისას არ დაკარგოთ აუცილებელი ნუტრიენტები. მოისმინეთ ვიქტორინის პირობა. ხილისა და ბოსტნეულის ზამთრისთვის მოსამარაგებლად უნდა დავიცვათ შენახვის წესები. ბოსტნეულის სასაღებად საუკეთესოა დილა 7-დან 8 საათამდე. კენკროვანი მცენარეებისთვის 7-დან 11 საათამდე. დაუშვებელია პროდუქტის შეგროვება აქტიური მზის პერიოდში. მცენარის შრობისთვის გამოიყენეთ ხის ჩარჩოზე ორფენად დაჭიმული ბადე. მცენარე გაშალეთ ბადის ფენებს შორის. ჩარჩო დააყონეთ ჩრდილში, ორ პირში, ვიდრე მცენარე გაშრება. გამშრალი მცენარე აკინძეთ კონებად და დააყონეთ იგივე პირობებში. მცენარე შესანახად მზად არის თუ ხელის შეხევით იფშნება. გამომშრალი მარაგი შეინახეთ ორმაგი დოლბანდის ან ნაჭრის ტომრებში მშრალ, ბნელ ადგილას 17-20 გრადუსი ცელსიუსის პირობებში. კურკოვანი ხილი უმჯობესია შეინახოთ კურკა გამოცლილი. სიცოცხლის გახანგრძლივება და არაგადამდებ დაავადებათა თავიდან აცილება შესაძლებელია. სწორი კვებით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით, თამბაქოზე უარის თქმით. აირჩიე ჯანსაღი ცხოვრების წესი პირადი ექიმის რჩევით. და დღეს აუცილებლად უნდა გითხრათ სწორედ ამ ჯანსაღი ცხოვრების წესის ფარგლებში, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 10 ოქტომბერს აღნიშნავს ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს საქართველოში. ფსიქიატრთა საზოგადოება, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება, ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია და ასოციაცია, ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის ამ თარიღთან დაკავშირებით ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების ნამუშევრების პრეზენტაციას გამართავს და აგრეთვე მოეწყობა საჯარო ლექციები. ამ დარგში მომეცრავე პროფესიონალები თქვენ გაგიზიარებენ აუცილებელ ცოდნას, რადგან წლევანდელი წელი 2016 წლის 10 ოქტომბერი დღეს მსოფლიოში აღინიშნება როგორც პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების განსაკუთრებული თარიღი და ამით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გითხრა, რომ არ არის აუცილებელი ვიყოთ პროფესიონალები, პირველადი კონსულტაცია არ არის აუცილებელი მივიღოთ პროფესიონალისგან, ასეთ შემთხვევაში სტრესში მყოფ ადამიანებს ძალიან ჭირდება ჩვენი ფსიქოლოგიური დახმარება და როგორი უნდა იყოს ეს დახმარება, სწორედ ასეთი ტიპის ღონისძიებებზე დღეს თქვენ აუცილებლად მოგეცემათ საშუალება ისწავლოთ ეს და დაეხმაროთ საჭიროების შემთხვევაში სხვა ადამიანებს. მე მინდა დაუბრუნდეთ ჩვენი საუბრის ძირითად თემას. დღეს ჩვენ იშემიურ ინსულტზე ვსაუბრობთ და მე მინდა ასევე გაგახსენოთ ჩვენი რუბრიკა ქართველი ექიმები უცხოეთში. სწორედ ამ რუბრიკის ფარგლებში დღეს ჩვენ განსაკუთრებული სტუმარი ყავს და ძალიან დიდი სიამაყით მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ევროპული ნევროლოგიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, დიახ ნევროლოგი, ესენის უნივერსიტეტის პროფესორი, ქალაქ უნას ნევროლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი, ევროპის თავის ტკივილის ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ბატონი ზაზა კაცარავა. დილამშვიდობისა ბატონ ზაზა. დილამშვიდობის გაბატონებარი. მე უნდა მაყურებელს ვუთხრა, რომ სულ ცოტა ხნით ხართ თქვენ პირველი ვიცე-პრეზიდენტი და სულ მოკლე ხანში თქვენ იქნებით ევროპის თავის ტკივილის ასოციაციის პრეზიდენტი და მე იმედი მომეცემა, ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ მომეცემა საშუალება ასევე პირდაპირ ეთერში, როდესაც საქართველოში იქნებით რამდენიმე დღით სტუმრად, აუცილებლად მოგილოცოთ. ყველა ჩვენი
ეპიზოდი თანამშრომლობის ახსოვს ალბათ მაყურებელს. თქვენ სისტემატურად ერთვებით ჩვენს გადაცემაში Skype-ით და შეიძლება ითქვას, რომ თქვენ ხართ ჩვენი გადაცემის მეგობარი. მაგრამ თქვენი ვიზიტი საქართველოში არ არის ამჯერად შემთხვევითი. მოდით განმარტოთ მოკლედ იშემიური ინსულტი რა არის, როგორ შეიძლება ამაზე გაამახვილოს არაინფორმირებულმა ადამიანმა ყურადღება და მერე უკვე ვისაუბროთ იმ სიახლეზე, რომელიც თქვენ საქმიანობას უკავშირდება. Გავდნომარი კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ ჩემი აქ მოწვევისთვის. მეც მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის მოხარული ვარ, რომ თქვენს გადაცემაში მონაწილეობა მივიღო და ძალიან მიხარია ჩვენი თანამშრომლობა. თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდე, იშემიური ინსულტი არის თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა. ანუ ხდება რომელიმე სისძარღვის, ეს იქნება თქვა დიდი ძირითადი სისძარღვი, შეიძლება მცირე სისძარღვის თრომბოზი და შესაბამისად იმ რეგიონს სისხლი აღარ მიეწოდება. სისხლი შეიცავს ჟანგბადს, ტვინის ქსოვილი კვდება და შესაბამისად თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს. აი ეს გახლავთ იშემიური ინსულტი. შეიძლება რაიმე სიმპტომებით ადამიანმა ივარაუდოს იშემიური ინსულტის განვითარება. ანუ მაშინ, როდესაც ეს ადამიანი არ არის ექიმი, მას არ აკვირდება ექიმი, ჩვეულებრივ საოჯახო გარემოში არის რაღაც სიმპტომები, რომელზედაც აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება. აუცილებლად. და ეს არის იშემიური ინსულტის მკურნალობის ძირითადი პრინციპი, რომ ავადმყოფმა თავის თავში ან თავისი ოჯახის წევრებში სწრაფად მოახერხოს იშემიური ინსულტის სიმპტომების ამოცნობა. ეს შეიძლება იყოს. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ იშემიური ინსულტის სიმპტომები მწვავედ აღმოცენდება. აი ეს სიტყვა მწვავე ავადმყოფი იყო ჯამთელი და უცბად მას უეცრად ემართება ფუნქციის მოშლა. მოწმენდილცაზე ჩვენთან როგორც ამბობენ ხოლმე. კი ბატონო, ესე იგი ეს შეიძლება იყოს ხედველობის მოშლა, ეს შეიძლება იყოს სახის მოქცევა, ეს შეიძლება იყოს დამბლა, ეს შეიძლება იყოს მგზნობელობის მოშლა, ეს შეიძლება იყოს მეტყველების მოშლა. და ეს აქედან მკურნალობა იშემიური ინსულტის იწყება იქიდან, რომ მოსახლეობამ იცოდეს, ამოიცნოს ეს სიმპტომი და სასწრაფოდ შეატყობინოს ეს სასწრაფო დახმარების სისტემა. ანუ კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ, თუ ჩვენ გვაქვს პრობლემა მხედველობასთან დაკავშირებით, ანუ დაგვებინდა წვავედ, უცბად განვითარებული. თუ ჩვენ გვაქვს მაგალითად გზნობელობის დაქვეითება, თუ ჩვენ გვაქვს დამბლა, ანუ სახე მოგვექცა მაგალითად, ან შეგვეზღუდა რომელიმე კიდურში აქტივობა. ცალმხრივად, უფრო მეტად ცალმხრივად, მარჯვენა ხელი, მარჯვენა ფეხი, ან მარცხენა ხელი, მარცხენა ფეხი. და მეტყველების მოშლა. მეტყველების მოშლა. ყველა ეს სიმპტომი არის ძალიან საყურადღებო და ასეთ შემთხვევაში ეს ჩვენ გვეხება თუ ოჯახის წევრს, ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენ ვატყობინებთ სასწრაფო დახმარების მანქანას. ჩვენ არ ვაკეთებთ. არაფერს. ჩვენ არ ვაკეთებთ, ანუ ავადმყოფმა არ უნდა დაუწყოს ნათესავებს რეკვა, არ უნდა დაუწყოს რეკვა ნაცნობ ექიმებს, არ უნდა დაიწყოს რეკვა თქვა სხვაგან, უნდა შეატყობინოს სასწრაფო დახმარებას. და არ დაიწყოს წამლების დალევა. არ დაიწყოს წამლების. თვითმკურნალობა არა და დრო არ უნდა დაიკარგოს. იმიტომ რომ ეს ავადმყოფი სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს სპეციალიზირებულ იშემიური ინსულტის სპეციალიზირებულ განყოფილებაში, მკურნალობის სპეციალურ განყოფილებაში. ბატონ ზაზა, თქვენ ორი მნიშვნელოვანი რამ თქვით ახლა ერთ წინადადებაში, სპეციალური განყოფილება და დაუყოვნებლივ მოთავსდეს. ანუ რატომ არის არსებითი, მოდით მე დავიწყებ დაუყოვნებელი რეაგირების ფაქტით. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ არ დავკარგოთ პირველი წუთები, პირველი საათები და დღეს მსოფლიო მედიცინა ამბობს, რომ პირველი საათი, პირველი 2 საათი არის გადამწყვეტი იმ შედეგების გაანალიზებისას, რომელიც შემდეგ დადგება. რატომ რა ხდება ამ პერიოდში? გავიხსენოთ ის, რაც ვთქვით. ეს არის სისძარღვის დახშობა და ჩვენ ამის მკურნალობა მოხდება მხოლოდ იმით, თუ ამ თრომბს დავშლით და სისხლდენას აღვადგენთ. თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ყოველ წამში, ყოველ წუთში ტვინის უჯრედები კვდება, რაც მალე აღვადგენს სისხლდენას, მით უფრო მცირე იქნება დანაკარგი. შესაბამისად, რაც მალე მოხდება მკურნალობა, მით უკეთესია შედეგი. ეს ბევრჯერ არის გამოკვლეული მთელს მსოფლიოში და მოდით ასე ვთქვათ, რომ პირველი საათის განმავლობაში თუ მოხდა მკურნალობა, 4 ავადმყოფიდან, ნამკურნალები ავადმყოფიდან სულ ცოტა ერთს ექნება
კარგი შედეგი. თუ ეს თქვათ 4 საათნახევრის შემდეგ მოხდა, მაშინ უკვე დაახლოებით 20-25 ავადმყოფისგან ერთს ექნება, სულ ცოტა ერთს ექნება კარგი შედეგი. შესაბამისად, ეს იმას გვაჩვენებს, რომ კურნალობა, რომელზეც ახლა ჩვენ ალბათ ვისაუბრებთ, კურნალობა დაშვებული კი არის პირველი 4 საათნახევრის განმავლობაში და მერე უკვე ამ ავადმყოფს მოდი თავს ნუ მოვიტყუებთ. აღარანაირ კურნალობას ექიმი ვეღარ შესთავაზებს. ეს უნდა გავითვეცნობიეროთ, რომ იშემიური ინსულტი, რომელიც შედგა და ჩამოყალიბდა 4 საათნახევრის შემდეგ, ჩვენ ავადმყოფს ვეღარ მკურნალობთ. არანაირი მერე გადასხმა, არანაირი წამლების დანიშვნა. ანუ შედეგები არის მყარი. მორჩა, კურნალობა, ეს მინდა რომ ხალხმა გაიგოს, რომ კურნალობა იშემიური ინსულტის 4 საათნახევრის შემდეგ დასრულდა. მერე შეიძლება რეაბილიტაციაზე ვისაუბროთ, მაგრამ ვეღარაფერს ავადმყოფს ვეღარ უშველით. და მკურნალობა არის ერთადერთი. ეს არის სისტემური თრომბოლიზი. ან ენდოვასკულური თერაპია. აი მოდით რთული სახელწოდებაა, მაგრამ ძალიან ეფექტური და ძალიან პროგრესული მიდგომა იმისათვის, რომ ეს პრობლემა სწორედ 4 საათნახევრიან ინტერვალში მაქსიმალურად ეფექტურად გადავჭრათ. რატომ? რას ნიშნავს ეს? არის ნივთიერება, რომელსაც ქვია შემოკლებით RTPA. გერმანიაში წამალს ქვია აქტილიზე და ეს წამალი შევყავს ვენაში, რომელიცაც აქვს თვისება, რომ ეს თრომბი დაშალოს. ასევე რეგიონალური სისხლის ნაკადი გააუმჯობესოს და ნაჩვენებია, რომ რაც მალე შევიყვანთ ამ წამალს ინტრავენურად, ანუ პირველი საათის განმავლობაში 4 ავადმყოფიდან სულ ცოტა ერთს გადავარჩენთ, რაც უფრო გვიან დავაგვიანებთ ამის შეყვანას, მით უფრო უარესი შედეგი გვექნება და 4 საათნახევრის შემდეგ უკვე აღარანაირ მკურნალობას აზრი არ აქვს. ამ წამლის შეყვანასაც აღარანაირი აზრი აღარ აქვს. თეორიულად, რა თქმა უნდა ითქვას, რომ არსებობს კიდევ მეორე შესაძლებლობა, რომ კათეტერით ამას ინტერვენციული რადიოლოგი გააკეთებს ალბათ, მივიდეს კათეტერით იმ ადგილას მექანიკურად და გამოვიღოთ ის თრომბი იქიდან, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს გაცილებით უფრო რთულია, გაცილებით უფრო ძვირია და ერთი კათეტერი, რომელიც და შეიძლება რადიოლოგს ამ შემთხვევაში 2 ან 3-იც დაჭირდეს, ერთი კათეტერი 2000 евро ღირს. და ეს წამალი გაცილებით უფრო იაფია, რა თქმა უნდა, ესეც ძვირიანი წამალია, მაგრამ მე მგონია, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი, თუ ჩვენ გვინდა რომ ინსულტის მკურნალობა დაინერგოს საქართველოში, რაც აუცილებელია და მოდი ამაზეც ვისაუბროთ, პირველ რიგში მთელს საქართველოში ეს იქნება ყველა რეგიონში. უნდა მოხდეს ამის დანერგვა. მოდით აი აქ გავჩერდეთ, ჩვენ ახლა ვნახოთ სიუჟეტი, რომელიც ერთი ადამიანის ისტორიას გვიამბობს. თქვენ ალბათ შენიშნეთ, რომ ჩვენს გადაცემებში ვცდილობთ კონკრეტული ადამიანების ბეძზე გესაუბროთ, ადამიანების, რომელთაც ესე თუ ის სამედიცინო დიაგნოზი აქვს. ამ ადამიანს აქვს ისეთი დიაგნოზი, ჰქონდა ისეთი დიაგნოზი, როგორიც გახლავთ ანევრიზმა. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამის შესახებ, მაგრამ როგორ განვითარდა მოვლენები, მოდით ერთად მოვისმინოთ ამ ისტორიიდან. ანევრიზმას არანაირი სიმპტომი არ აქვს და თან მქონდა არანაირი სიმპტომი. ჩვეულებრივად როგორც ყველა ისე ცხოვრობდი. მუშაობდი, ვიყავი აქტიური, არანაირი პრობლემა დამთავრების მხრივ არ მქონია. სამსახურში ვიყავი. ეს სამუშაო პროცესის დროს ვიხდენი საშინელით კივირი თავის, მაგრამ მგონი არ დამიკარგავს. რამოდენიმე წუთი ვიყავი ძალიან ცუდად, ანუ გაიჩიშა 4-ვე კიდური და ვერ ვზნობდი საერთოდ, დაახლოებით 15 წუთში ეს ყველაფერი აღდგა. და მე შევწერი, რომ ამდგარიყავი და ჩემი ფეხი წამოსულიყავი სახში. საღამოს საათებში უკვე რომ არ ვიყავი ისეთი როგორიც ვიყავი და გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, გადამიყვანეს ავტობუსში და აი აქედან არაფერი აღარ ყავ. მარჯვენა მხარეს დაზიანდა სისხლდარღვევით და პარალელურ მხარეს ხდება გათიშვა კიდურების, ხელის და ფეხის. მე მქონდა ღრმა პარეზი, იმიტომ რომ რთული იყო ჩემი მდგომარეობა. საერთოდ ვერ ვამოძრავებდი ხელს და ფეხს. ჩემი ექიმი ამბობს, ეს არ არის სამედიცინო ტერმინოლოგია და ჩვენ ამას საერთოდ არ ხმარობთ ამ გამოთქმას, მაგრამ ეს არის სასწაული, რომ ესეთი რამე მოხდეს.
ესეთი ავადმყოფობის შემდეგ ემოციური ფონი იცით რომ ძალიან მატულობს. ჩვეულებრივად ვაზროვნებდი, მაგრამ რა დამემართა, წინამდე ვერ ვიუშვი. ვერ ხვდებოდი ანუ ბოლომდე და მე მირჩიეს რომ და მივსულიყავი სარეაბილიტაციო ცენტრში. აბსოლუტურად უიმედოდ მივედი, იმიტომ მივედი რომ უბრალოდ და მივსულიყავი, თორე არნაირი იმედიაც არ მქონდა რომ მე გამოვკეთებოდი, მაგრამ იმდენად კარგი შედეგი მაქვს. მივხვდი რომ იმის გაფიქრებაც კი არ შემეძლო და შეიძლება მე მწოლიარე ავადმყოფი ყოფილიყავი ან რაღაცა ესეთი მომხდარიყო. აი რომ რჩებოდით რაღაც კურსს. მე უფრო შესამჩნევი იყო ჩემი გააქტიურება. ეხლა წესია, როგორც კი მოვრჩებით კურსს, უფრო კარგი შედეგი ჩანს. დავდივარ სამსახურში, მაქვს აქტიური ცხოვრების წესი, აკეთებ ყველაფერს. მივხვდი რომ შეიძლება ყველაფერ ამას პოზიტიურად შეხედო. ძალიან ბევრი რამე გადავაფასე, ცხოვრების წესიც კი შევცვალე. ძალიან ბევრი რამე შეიცვალა ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ მე ვერ წარმოვიდგენდი ვერასოდეს, ესეთი რამე შეიძლებოდა დამართო და ალბათ ყველას აქვს რთული მომენტი ცხოვრებაში და ამოდანებთ. ეხაც არის რაღაც ნარჩენები არის, არჩენილი ჯერ კიდე ბოლომდე არ არის ყველაფერი ალაგებული. და არჩევებულები რომ ესე იყოს, იქნება ისე, როგორც იყო აუცილებლად მივალ იქამდე. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ძალიან მოგწონს ჩვენი სიუჟეტის გმირის განწყობა, რომ ის ცდილობს საკუთარი ორგანიზმის რეაბილიტაციას და ეს არსებითი არა ბატონ ზაზა, მაგრამ ვიდრე გავაგრძელებთ მსჯელობას მაყურებელი გველოდება უკვე დიდი ხანია, მოდით ვუპასუხოთ. დილა მშვიდობისა, გისმენთ? დილა მშვიდობი. გამარჯობა. შეკითხვა მაქვს თქვენთან, 47 წლის არანაირი ჩივილები არ მაქვს ჯანმრთელობის მხრივ და მაინტერესებს აუცილებელია თუ არა სისხლის გამათხელებლის მიღება. არავის არ დაუნიშნია ჩემთვის. უბრალოდ გამიგია რომ ამ ასაკში აუცილებელია დალევა სისხლის გამათხელებლის. ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. ბატონი ზაზა შეიძლება არ არის ინფორმირებული, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეკითხვა, რომელსაც დღეს საზოგადოებაში swamენ რამდენიმე მიზეზის გამო. ჩვენ ძალიან გვიყვარს პროთრომბინზე საუბარი იზოლირებულად, მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, რომ საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ იზოლირებულად ეს პარამეტრი არ არის ინფორმაციული და ძალიან ბევრი რამის გათვალისწინება გვჭირდება. მაინც ამაზე საუბრობთ ხოლმე და არის მეორე მომენტი, როდესაც გაჩნდა ტენდენცია, რომ ასაკთან ასოცირებული პრობლემების პროფილაქტიკისათვის კარგი იქნება სისხლის გათხელება. არის ასეთი მიდგომა სწორი თუ არა და საერთოდ შეიძლება თუ არა უნივერსალური იყოს რომელიმე მიდგომა? პასუხი ძალიან მარტივია, არა, არ არის საჭირო. დიახ, და მოდით აღარ განვავრცოთ, რატომ არა? იმიტომ რომ ნაჩვენებია რომ პირველადი პროფილაქტიკა თქვათ ადამიანი რატომ უნდა ადამიანს ასპირინის დალევა იმიტომ უნდა რომ თქვათ თავიდან აიცილოს მერე გულის იშემიური შეტევა ან ინსულტი და ნაჩვენებია კვლევაში რომ უბრალოდ ასპირინის დალევა ასაკთან დაკავშირებით ამას თავიდან არ ააცილებინებს და სხვა გვერდითი მოვლენას თქვათ სისხლდენას კუჭნაწლავიდან ამას კი ხელ შეუწყობს შესაბამისად არა საჭირო არა. კიდევ ერთი მაყურებელი გვერდება, დილა მშვიდობისა, გისმენთ? დილა მშვიდობის, ქალბატონო მარი, მე ვესალმები თქვენ სტუმარსაც. ასეთი შეკითხვა მაქვს. ოჯახის წევრზეა 60 წლის მამაკაცია, რომელსაც აქვს ქრონიკული სიზარღვოვანი დაავადება თავის ტვინის უკმარისობა. ცერებრალური უკმარისობა. შეზღუდული აქვს სიარული, მაინც ამ თაბრუხებების გამო, მუდმივი თავის ტკივილების გამო, ხშირად წამოწოლილია. აი, მაინტერესებს ეს დაავადება რამდენად მართვადია და როგორ შეიძლება რაიმე საშიშროების თავიდან აცილება. მადლობ პასუხისთვის. გმადლობ შეკითხვისთვის. ბატონ ზაზა, რა შეიძლება დისტანციურად იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც გვაქვს? ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, მინდა ვთქვა, რომ ესეთი დიაგნოზი სწორი არ არის. ქრონიკული სიზარღვოვანი უკმარისობა თავის ტვინში ეს არის საბჭოთა გადმონაშთი. აქედან გამოწვეული თავბრუსხვევა, აქედან გამოწვეული თავის ტკივილი, აქედან გამოწვეული ბარბაცი ეს არის საბჭოთა გადმონაშთი, რომელსაც საბჭოთა კავშირში ერქვა vertebra basilana nidostаточность. და მოდით დავივიწყოთ ეს მე დიდი პატივისცემით ვეპყრობი ახლა ამ კითხვას, არ მინდა რომ გავანაწყენო მაყურებელი, მაგრამ მინდა რომ ვურჩიო რომ კარგ ნევროლოგს მიმართოს, რომელიც ავადმყოფს გამოიკლებს და სათითაოდ დაულაგებს თუ რატომ აქვს ავადმყოფს თავბრუხვევა, თუ რატომ აქვს ავადმყოფს თავის ტკივილი და რატომ აქვს ბარბაცი.
ანუ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე მივიდეთ სიმპტომიდან სინდრომამდე, სიმპტომიდან ნოზოლოგიასთან მივიდეთ, მაგრამ ამას ვაკეთებ ძალიან ფრთხილად, ისე რომ მაყურებელმა შეძლოს ჩვენთან ერთად სწავლა ამ საკითხების და ამ ცოდნის გამოყენება საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობისათვის. თქვენ გაჩერდით, ვიდრე სიუჟეტს დავიწყებით იმ ფრაზაზე, რომელიც ეხებოდა სამსახურის მოწყობას ინსულტის მართვასთან დაკავშირებით. ანუ თქვენ ბრძანეთ, რომ გვაქვს საშიში ნიშნები. პირველი, რასაც ვაკეთებთ, ვიძახებთ სამედიცინო ბრიგადას და არა თვითნებურად ვიწყებთ მოქმედებას. და შემდეგ აუცილებლად ხვდებით იმ პროფესიონალების ხელში, ვისაც შეუძლია მართოს ინსულტი. ანუ ეს რას ნიშნავს? რა სამსახურია და რას გულისხმობს ამის აწყობა? ამას დასავლეთში ქვია ეგრეთ წოდებული stroke unit. Stroke unit ნიშნავს, რომ არსებობს სამსახური განყოფილება. ერთეული განყოფილება, რომელიც არის შექმნილი საავადმყოფოში და რომელიც სპეციალიზირებულია მწვავე ინსულტის სამკურნალოდ. ის მოიცავს ნევროლოგს, ის მოიცავს კარდიოლოგს, ის მოიცავს რადიოლოგს, ის მოიცავს აუცილებლად ნასწავლ ექთანს, ამ საქმისთვის ნასწავლ ექთანს, ის მოიცავს ლოგოპედს, ის მოიცავს ერგოთერაპევტს, რომელსაც თქვა ინგლისურ ენაში ოკუპაციური თერაპევტი ქვია. აი ესეთი ერთეულები უნდა არსებობდეს საქართველოში, რომელიც სამწუხაროდ დღესდღეობით საქართველოში არ არსებობს. ეხლა ისიც უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს რეალობაში ჩვენ კი ვთქვით, რომ მან დაურეკოს სასწრაფოს და სასწრაფომ სასწრაფოდ გადაიყვანოს საავადმყოფოში, მაგრამ საავადმყოფო რა შესთავაზებს ავადმყოფს? უნდა არსებობდეს ისევე როგორც საქართველოში არსებობს ძალიან ბევრი და ძალიან კარგად მოქმედი კარდიოლოგიური სამსახური, რომელიც აღჭურვილი და ამან ყველანაირი თანამედროვე მეთოდით, კორონაროგრაფია კეთდება, სტენდირება კეთდება და ამან საქართველოს კარდიოლოგია ძალიან წინ წაწია 10-15 წლის განმავლობაში. სამწუხაროდ ნევროლოგიური სამსახური ესეთი ვერ შეიქმნა და ამას ის განაპირობებს, რომ სამწუხაროდ სადღეისოდ საქართველოს სადაზღვევო კომპანიები ამ კურნალობას არ ფარავს. არც ერთი არ ფარავს და ჩემთვის ყოველად გაუგებარია, რატომ არის თქვათ განსხვავება მწვავე კარდიალური დაავადებასა და მწვავე ნევროლოგიურ დაავადებას შორის. ანუ ის დაავადება, რომელიც ემართება გულს, ის სრულად იფარება და ის დაავადება, რომელიც ემართება თავის ტვინს, ის არა. ყოველად გაუგებარია. მოდით ჩვენ ახლა თქვენ ახსენეთ ოკუპაციური თერაპევტი. ანუ ადამიანი, რომელიც ადამიანებს ინსულტის გადატანის შემდეგ ეხმარება ადაპტაციაში, შეჩვევაში, შეგუებაში საკუთარი მდგომარეობისა და რაც მთავარია, საცხოვრებელ გარემოსთან მორგებაში, სამუშაო გარემოსთან მორგებაში. ჩვენ გვყავს ასეთი მეგობარი, დღეს მეგობრების დღეა ბატონ ზაზა. ჩვენ გვყავს ასეთი მეგობარი, ოკუპაციური თერაპევტი ქალბატონი ნინო ჭუმბურიძე. ნინო, მობრძანდით და მოდით გაგვახსენეთ დილამშვიდობისა ნინო. გაგვახსენეთ ოკუპაციური თერაპევტი რას აკეთებს, რას ნიშნავს ოკუპაციური თერაპია და შემდეგ რატომ ჭირდება ინსულტ გადატანილ ადამიანს სწორედ ასეთი თერაპია. ძალიან ბოდიშის მოხდით, ერთი წუთი მათქვევერეთ, მე ოღონდ კიდევ ქუთაისზე, ხო? კი ბატონო, კი ბატონო. რამდენი წუთი გნებათ ბატონ ზაზა? წეღან როგორც აღნიშნეთ უკვე თავიწყებ იმით, რომ ოკუპაციური თერაპიის ძირითადი მიზანია პიროვნებას შეუწყოს ხელი მაქსიმალურად, რომ გახდეს დამოუკიდებელი. ამისათვის ძალიან ბევრი მეთოდები გვაქვს ხოლმე, ზევიდან ქვევით მიდგომის პრინციპს ვეძახით. პირველი ყოველთვის უყურებთ აქტივობას, ანუ რისი გაკეთება უჭირს პიროვნებას. აი ინსულტის შემთხვევაშიც მაგალითად შეიძლება კონდეს ჰემიპარეზი და ამის გამო უჭირდეს კონკრეტულ საქმიანობებში ჩართულობა. უკაცრავად ჰემიპარეზი უნდა ავუხსნათ მაყურებელს, ანუ ცალმხარეს ორივე კიდურის მოძრაობა არის შეზღუდული, ანუ ან მარცხნივ, ან მარჯვნივ, ზედა და ქვედა კიდური. დიახ, ამ შემთხვევაში ვცდილობთ ხოლმე რომ საქმიანობა მოვარგოთ ისე, მაგალითად ვასწავლოთ როგორ ჩაიცვას და გაიხადოს დამოუკიდებლად ერთი ხელის გამოყენებით, ისე რომ მინიმალური დახმარება დაჭირდეს გარემოდან. ვცდილობთ ხოლმე რომ მოვარგოთ სხვადასხვა ადაპტაციური საშუალებები, აი დღესაც წამოვიღე და გაჩვენებთ როგორ ხდება ეს ძალიან მარტივი გზით. პირველი ყოველთვის უყურებთ საქმიანობას, რა უჭირს, რისი გაკეთება და შემდეგ ჩავდივართ უნარებამდე.
და მუშაობთ ხოლმე ძირითადად ოკუპაციური თერაპევტები ძალაზე, გამძლეობაზე, კოორდინაციაზე, ბალანსზე, სახსრების მოძრაობის სიფართეზე, ასევე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს მშობლებთან და უпростоრად მომლელთან, ვინც არის მასთან ერთად და ინფორმირება ხდება ხოლმე იმ პიროვნებების, როგორ დაეხმარონ, რომ გაახადონ მაქსიმალურად დამოუკიდებლები. ეს მოწყობილობები რაში გჭირდებათ? აი ახლა რა უნდა გვაჩვენოთ? თუ კი ვერ ხდება, ვთქვათ, მისი ჩართულობა მიუხედავად მცდელობისა და ვიმუშავეთ უნარზე და არ ხდება ამის გაუმჯობესება, მაშინ ვცდილობთ ხოლმე, რომ გარემო და საქმიანობა მოვარგოთ, მაგალითად გამოვიყვანოთ სხვადასხვა ადაპტაციური საშუალებები, აი წეღან ვახსენე, აქტიურად მუშაობთ ხოლმე კუნთებზე, ანუ კუნთების გაძლიერებაზე. და მაგალითად ეს არის ბუშტი ჩვეულებრივი, რომელშიც მოთავსებულია სხვადასხვა პროდუქტები, ბრინჯი, ლობიო, ფქვილი და სხვა. ეს ძალიან პროდუქტი, რომელიც სამზარეულოში ისედაც გვაქვს. უბრალოდ ჩვეულებრივად გვაქვს სამზარეულოში. ამის გამოყენება შეიძლება თერაპიული ეფექტისთვის, მაგალითად ჩავუდებთ ხელში და ვეუბნებით, რომ ხელი მოუჭიროს და სხვადასხვა აქტივობები გააკეთოს. ანუ ნებისმიერი ჩვენი მოძრაობა დაკავშირებულია ფუნქციასთან, ანუ ცალკე ესე არასდროს არ მუშაობთ რაღაც კონკრეტულ უნარზე. ყოველთვის რაღაცაში ვრთავთ, უნდა იყოს სახალისო, მიზანმიმართული და რაც მთავარია ფუნქციური. დიახ, ეს გავიგეთ. ანუ ამ შემთხვევაში სხვადასხვა პროდუქტით სავსე ბურთი შეიძლება უბრალოდ გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მოუჭიროს პაციენტმა, ან გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მაგალითად მაგიდაზე გადავაგოთ, ხო? და ამ დროს მუშაობთ კუნთებზე და კუნთების გაძლიერებაზე. ამ დროს მნიშვნელოვანია აღნიშნო, რომ იდაყვი კონდეს დაყრდნობილი, იმიტომ რომ უფრო მარტივად გააკეთებს ამ მოძრაობებს. და შემდეგ ეს რო გაუძლიერდება კუნთები, ვთქვათ, დაეხმარება იმაში, რომ გადავიდეს კვებაზე და გააკეთოს ყოველდღიური საქმიანობები. კვებისთვის მაგალითად აი ხშირად არის ხოლმე შემთხვევა, როცა ყავს პიროვნება, რომელსაც არ შეუძლია კოვს მოკიდოს ხელი და ამის გამო შეიძლება კვებავდეს სხვა ადამიანი და ჭირდებოდეს მოვლა, ასე ვთქვათ. და დახმარება გარემოდან. ამისთვის თავაზობთ ხოლმე ეს ჩვეულებრივად ეგრეთ წოდებული ფხრიწები, რომელიც ძალიან მიყვარს, რომლის გამოყენებაც სახლშიც შეიძლება ამის დამზადება, ესე სათავე აქვს პატარა ჯიბესავით გაკეთებული. ვუდებთ ხელში და დამოუკიდებლად შეუძლია ჩაჭიდების გარეშე მიიტანოს პირამდე და იკვებოს. ამ დროსაც მნიშვნელოვანია იდაყვი იყოს დაფიქსირებული. ასევე იგივეს გამოყენება შეიძლება კბილის ჯაგრისის შემთხვევაში. კოვზის ჩანაცვლება შეგვიძლია ჩანგლითაც, ანუ პატარა კოვზი, დიდი კოვზი, სხვა ნებისმიერი საშუალება. დიახ, კბილის ჯაგრისი თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირადი ჰიგიენა დაიცვას და მით უმეტეს თუ ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებ და უცებ აღარ შეგიძლია ამ ყველაფრის გაკეთება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისევ დაუბრუნდე ამ აქტივობებს. ამიტომ ესე პატარ-პატარა მარტივი ტექნიკების გამოყენებით ვცდილობთ ხოლმე, რომ მაქსიმალურად მივაღწევინოთ იმას, რომ თვითონ ჩაერთოს და თვითონ გააკეთოს აქტივობა. ასევე ყველა ოჯახში არის პირსახოცი და ძალიან ხშირად, მაგალითად, როდესაც შეუძლია ჩაჭიდება, მაგრამ უჭირს, ანუ საკმარისი ძალა არ აქვს იმისთვის, რომ ჩაეჭიდოს, ჩვეულებრივი პირსახოცის გამოყენებას ურჩევთ ხოლმე. ანუ ძირითადად ეს მასალები, რასაც ვიყენებთ ხოლმე, არის ძალიან ძვირი, რომ გამოვიწეროთ. ამიტომ ყოველთვის ვცდილობთ ისეთი რაღაც შევთავაზოთ პაციენტს, რომელიც დაეხმარება, რომ სახლის პირობებში გააკეთოს მარტივი ადაპტაციები და მაქსიმალურად გახდეს დამოუკიდებელი. ჩვეულებრივ ბუშტებს ვიყენებთ, ბუშტის თავებს. ანუ გასაბერი რეზინის ბუშტი. გასაბერი რეზინის ბუშტები, დიახ, ჩვეულებრივი. ესე ვაფიქსირებთ. ანუ რგოლებად დაჭერით ეს ბუშტი, ხომ? დიახ, ეს არის ჩვეულებრივად რგოლებად დაჭრილი, ან შეიძლება რეზინა გამოვიყენოთ ჩვეულებრივი. დიახ. და ეს რა მოწყობილობა მოამზადებს? ესეც არის ადაპტური ტარი. ანუ მსხვილზე უფრო ადვილია ხელი მოკიდოს, ვიდრე წვრილზე. ამიტომ ვცდილობთ ხოლმე, რომ გაუმსხვილოთ ტარი. ასევე ძალიან ხშირად, როდესაც უჭირთ ხოლმე ჩაჭიდება, სრიალებს ძალიან ხშირად მასალები, ამიტომ ძალიან კარგია ასეთი რამის გამოყენება. ხახუნის ზედაპირი რა თქმა უნდა დიდია. კი, ასევე სხვადასხვა შეგრძნებებს იღებს, ანუ შეგრძნებების თერაპიაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა სტრუქტურის მასალები შევთავაზოთ. ასევე თუნდაც ეგრეთ წოდებული ანტისლიპი, ანუ გასრიალების საწინააღმდეგო მასალა. აბაზანებში ხმარობენ ძალიან კარგია, დიახ, ანუ ამასაც იგივე პრინციპით გადავახვევთ. და შეგვიძლია რომ სხვადასხვა რაღაცებისთვის გამოვიყენოთ, თქვა როგორც პირსახოცი არანი? დიახ, როგორც პირსახოცი იგივე ეფექტი აქვს. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მარტივი რაღაცების გამოყენებით, ერთი შეხედვით გვეღიმება ხოლმე, როცა ვუყურებთ, თქვა რა მასალებს ვიყენებთ, მაგრამ ძალიან მარტივია, რომ პატარაზე წავაშველოთ ხელი, რომ გახდეს უფრო დამოუკიდებელი. თან ეს მასალა სახში გვაქვს, არსად არ გვჭირდება წასვლა და ყიდვა ამის შეძენა. ხომ ასეა ბატონ ზაზა? დიახ, ძალიან იაფია, მარტივია და ძალიან კარგია მოსახმარად. ასევე ამ ტიპის ხელის საჭერსაც ვიყენებთ ხოლმე, ჩვეულებრივი შესაკრავი აქვს, ესეთი. ჩამკეტით. ვარგებთ ხელზე, დიახ, ჩამკეტით.
და ასეთ შემთხვევაშიც იდება თქვათ კბილის ჯაგრისი. ასევე შეიძლება სავარცხელი ჩავდოთ, იმიტომ რომ ყოველდღიურად ჩვენ ძალიან ბევრ რაღაც საქმიანობებს ვაკეთებთ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ დამოუკიდებლად შეგვეძლოს აი ეს ვარდისფერი რადევს თქვენთან? ძალიან ხშირია ხოლმე, აი პარეზი ვახსენეთ, წეღან ჰემიპარეზი, ძალიან ხშირად აქვთ ხოლმე ხელი ერთ მდგომარეობაში და არ ამოძრავებენ. ამისთვის, იმიტომ რომ არ გაჩნდეს კონტრაქტურა, ანუ არ ჩაიკეტოს სახსარი, ყოველთვის ვურჩევთ ხოლმე, რომ ხელი გქონდეს პაციენტს ფუნქციურ მდგომარეობაში. ამისთვის ვურჩევთ ხოლმე, რომ ხელში მოუთავსონ, თქვათ, ღრუბელი, უფრო რბილი და შეძლოს რომ პატარა მოძრაობები ოდნავ მოუჭიროს ხელი და გააკეთოს ესე. ანუ მთავარი პრინციპი არის რა, რომ ეს ხელი, რომელსაც არ მოიხმარს, არ იყოს ესეთ მდგომარეობაში, უნდა იყოს ყოველთვის ყურადღების ცენტრში მეორე ხელთან ერთად, ორივე ხელი უნდა კონდეს მაგიდაზე და ორივე ხელი უნდა იყოს ჩართული აქტივობის პროცესში. თუნდაც აი წეღან ჩაცმა გახდა ვახსენე, ასევე აი კვების დროს ხშირად არის ხოლმე, რომ ერთი ხელი ყოველთვის აქვს ჩაწეული ქვევით პასიურად. ამიტომ ყოველთვის ვეუბნებით, რომ სად არის თქვენი მეორე ხელი, ამოვაწევინებთ ხელს დადებს თუნდაც ჭამის დროს მოკიდებს თეებს და ასე შემდეგ, ანუ ჩართული უნდა იყოს მაქსიმალურად. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე ოჯახის ინფორმირება იმის შესახებ, რომ შესაძლებელია გაჩნდეს ნაწოლები. მაგალითად, დღის მანძილზე ძირითადად როცა წევს პაციენტი ან ეტლშია და ვერ მოძრაობს, ძალიან ხშირად ჩდება ხოლმე ნაწოლები. ამიტომ ვურჩევთ ხოლმე ეს ნაწოლი არის კანის დაზიანება, რომელიც ჩნდება მუდმივი ზეწოლის შედეგად. ამიტომ ძალიან აქტიურად ოკუპაციური თერაპევტები მუშაობთ ხოლმე პოზირებაზე. და მნიშვნელოვანია რომ ან მდებარეობას უცვლით ხელს. ჩვენ ამ თემაზე აუცილებლად ვისაუბრებთ დეტალურად. ნინო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ძალიან ბევრი პრაქტიკული რჩევა მოვისმინეთ. დაგემშვიდობებით. ჩვენ მაყურებელს უნდა ვუპასუხოთ. ბატონ ზაზა, გვეკითხებიან დაბალი არტერიული წნევა და მაქსიმალურ და მინიმალურ მაჩვენებელს შორის მცირე სხვაობა, ანუ პატარა პულსური წნევა, როგორც ჩვენ უწოდებთ ხოლმე, მაგალითად 190-ზე კონკრეტულ ისტორიას გვწერს პაციენტ, არის თუ არა რისკი ისემიური ინსულტის განვითარებისათვის? არა, არ არის. და კიდევ ერთი კითხვა არის პირდაპირ ეთერში, დილამშვიდობის, გისმენთ? განსჯობათ. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ ასეთი საინტერესო და სასარგებლო გადაცემებისთვის, ასეთი კარგი სპეციალისტების მოწვევისთვის და მაქვს ესეთი შეკითხვა. ვარ 66 წლის და ჩვეულებრივ ვღებულობ როგორც მოსახლეობის უმრავლესობა წლების სარდულებელ პრეპარატთან ერთად კარდიომაგნიტს, რომელიც მირჩიეს ესე იგი სისხლის გათხევადებისთვის და რომელშიც შედის სალიცილის მჟავა. შეიძლება თუ არა, რომ აი გავაგრძელო ამ საკარდიომაგნიტის მიღება იმისთვის, რომ სისხლში პროტრომბინის დონე არ აიწიოს, ვინაიდან როცა ვიზომა არის ზღვარზე მაქსიმალურად ზღვარზე ხოლმე მისული და თუ არა როგორ უნდა მოიქცე რომ არ აიწიოს პროტრომბინმა სისხლში. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ხომ გითხარით ბატონო ზაზა, ისევე ავადსახსენებელი პროტრომბინი და ჩვენ შევთანხმდეთ, რომ არ ვსაუბრობთ მარტო იზოლირებულად პროტრომბინზე. ეს არ გვაძლევს იმ ინფორმაციას, რომ ან ავბედით შედეგებზე, ან პირიქით ძალიან სასიამოვნო პროგნოზზე ვისაუბროთ. სამწუხაროდ არ არის ეს ასე ინფორმაციული ტესტი და შეიძლება თუ არა კარდიომაგნიტით მოვაგვაროთ პროტრომბინის დონის მერყეობა. და თუ საჭიროება არსებობს კარდიომაგნიტი თქვენ უნდა დალიოთ, თუ ექიმა ეს დაგინიშნათ, აუცილებლად, იმიტომ რომ იქ არის კონკრეტული ჩვენებები, განსაზღვრული, აუცილებლად შეაფასა მან თქვენი ჯანმრთელობის რისკები და აქედან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება. ამიტომ თვითნებურად შეწყვიტოთ ან გააგრძელოთ, ეს არ იქნება. მაგრამ არა იმიტომ, რომ პროტრომბინის დონე დავწიოთ. დიახ. ანუ კარდიომაგნიტს არ ვსვამთ პროტრომბინისათვის. და საერთოდ პროტრომბინს გაზომვას არანაირი აზრი არ აქვს ბოდიშს ვითხოვამ გამოთქვას. დიახ. ჩვენ გვაქვს საშუალება ქუთაისთან დაკავშირებით აუცილებლად მათქმევინოთ და უნდა გათქმევინოთ. კი ბატონო. მე მინდა აღვნიშნო ის ძალისხმევა, რომელიც ჩაიდო ქუთაისში აი ესეთი სპეციალიზირებული ისემიური ინსულტის სამკურნალო ერთეულის შესაქმნელად. ამაზე ჩვენ მუშაობთ ქუთაისელ კოლეგებთან ერთად. ქუთაისის რეფერულ საავადმყოფოში მინდა აღვნიშნო მათი სახელები ეს გახლავთ ქალბატონი თამარ ჯანელიძე და ბატონი ირაკლი გოგინავა. ირაკლი გოგინავა არა ნევროლოგი, მაგრამ აი ამ საავადმყოფოს ხელმძღვანელი და ჩვენ ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ აი ესეთი ერთეული შექმნილიყო. ამან გამოიწვია ის, რომ
პაციენტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, 1000 ინსულტი შემოდის წელიწადში იქ, მაგრამ ჩვენ ვერ ვთავაზობთ აი ამ სისტემური თრომბოლიზის თერაპიას. ჩვენი ხარჯით ვიყიდეთ 3 ამპულა, 3 შემთხვევაში გავაკეთეთ, 2 შემთხვევა არაჩვეულებრივად კარგად დამთავრდა, ერთი ავადმყოფი სამწუხაროდ დაიღუპა და ისევ გაჩერდა ამ საქმის განვითარება, იმიტომ რომ გადაუწყვეტელია საკითხი, ვინ გადაიხდის ამ კურნალობის ფულს. მე გავბრუნდი გერმანიაში, ვიშოვნე 20,000 евро, რომელიც აი ერთ-ერთმა დიდმა გერმანულმა ფირმამ მომცა, ის ჩამოტანილია ახლა ამ საავადმყოფოში და ჩვენ 1 წლის განმავლობაში, შეიძლება წელიწადნახევრის განმავლობაში სისტემურად ჩავატარებთ ამ თერაპიას. და ძალიან ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო თუ სხვა უწყება ამას დაინახავს და ჯანდაცვის ორგანოები იქნება ეს თუ სადაზღვევო კომპანიები იქნება, ისინი ისევე გადაიხდიან ამ კურნალობის ფასს, როგორც თქვათ, ისევ დაუბრუნდები იმას, რომ თუ ისინი კარდიოლოგიურ მკურნალობას იხდიან, ყოვლად გაურკვეველია თუ რატო არ იხდიან ინსულტის მკურნალობას. მოდით ჩვენ მოვუსმინოთ ახლა სიახლეების ბლოკს და შემდეგ გავაგზავნებთ საუბარს კვების ბლოკით დაგიბრუნდებით. ავტოფაგია ამ დროისთვის ჯერ კიდევ ნაკლებად ნაცნობი მეთოდი, რომლის დროსაც ადამიანის უჯრედები მავნე ნარჩენებისგან და არასასურველი ნივთიერებებისგან თავისუფლდება. მეცნიერების განმარტებით, ავტოფაგია შესაძლოა მომავალში ჯანმრთელი და ხანგრძლივი სიცოცხლის ერთ-ერთი გარანტი გახდეს. იაპონელმა ბიოლოგმა იოშინორი ოშუმიმ ავტოფაგიაში ჩართული გენების აღმოჩენის გამო ცოტა ხნის წინ ნობელის პრიზი დაიმსახურა. მეცნიერები ამ ეტაპზე ცდილობენ იპოვონ გზა იმისთვის, რომ გააუმჯობესონ და გაზარდონ ავტოფაგიის პროცესი. ედინბურგის უნივერსიტეტის უჯრედული ბიოლოგიის ექსპერტის საიმონ ვილკინსონის განცხადებით, მეთოდის შესწავლის შემდეგ შესაძლოა გაუმჯობესდეს სიმსივნის, ალცჰეიმერის, ნეიროდეგენერატული დაავადებების მკურნალობის პროცესი. ლაბორატორიული კვლევების შედეგად, რომლებიც ადამიანის უჯრედებზე და თაგვებზე მიმდინარეობდა, აღმოჩნდა, რომ ავტოფაგიის პროცესის გენეტიკურად მოდიფიცირება და გაზრდა მართლაც შესაძლებელია. მეთოდის შესახებ ჯერ კიდევ 60-იანი წლებიდან იყო ცნობილი. იოშინორი ოშუმი ავტოფაგიის პროცესს 90-იანი წლებიდან სწავლობდა და პირველია, ვინც მასში ჩართული გენები აღმოაჩინა. ავტოფაგიის პროცესი ასაკის მატებასთან ერთად ნელდება. სწორედ ამიტომ გამოვიმუშავებთ დისფუნქციურ ცილებს, რომლებიც სხვადასხვა დაავადებას იწვევენ. იმ შემთხვევაში, თუ პროცესის გენეტიკურად მართვა შესაძლებელი გახდება, გარკვეული დაავადებების მკურნალობა გამარტივდება, აღნიშნავენ მეცნიერები. ჩვენ როგორც დაგპირდით კვების ზონიდან ვიწყებთ და უნდა გავამხილო ბატონმა ზაზამ სწორედ სიუჟეტის სვლელობის დროს, როდესაც მე ვალაგებდი ამ ზონებს, კაცრად მიმანიშნა, რომ ეს პროდუქტები, რომელიც ახლა წითელ ზონაში, აუცილებლად დაუყოვნებლივ დამელაგებიან. მე ისედაც ასე ვიქცევი ხოლმე ხანდახან მოვძებნი ხოლმე სიტუაციას, როცა შეიძლება სიფრთხილის ზონაში გადმოვანაცვლო, მაგრამ ძირითადად მათი ბინა არის აქ, ბატონ ზაზა. ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ კვების ელემენტებს, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია ინსულტის პროფილაქტიკისათვის. როგორც ბატონმა ზაზამ ბრძანა, არა იმ 4.5 საათის ბედის გადასაწყვეტად, მაგრამ, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ რამე ავიცილოთ თავიდან, კვებით შეიძლება ინსულტის აცილება სხვა პრობლემებთან ერთად. წითელი ზონით დავიწყებ, რაკი თქვენ ასე მიმანიშნეთ, ტკბილეული, ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლები, დიდი რაოდენობით მლაშესაკვები, რომელიც არტერიული წნევის მერყეობას უწყობს ხოლმე ხელს და არ წაადგება ჩვენ სისხლძარღვებს და თავის ტვინის კვებასაც აუარესებს, ასე არ არის ბატონ ზაზა. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ადვილად შეთვისებად ნახშირწყლებზე, ეს არ არის მარტო სიმსუქნე, ან მარტო მეტაბოლური დაავადება. აქ შეიძლება იყოს ძალიან ბევრი პრობლემა დაკავშირებული სისხლძარღვებთან, იმიტომ რომ თქვენ როდესაც ანალიზში მიიღებთ მაგალითად ცხიმოვანი ცვლის მაჩვენებლებს, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რომ ერთ-ერთი მაჩვენებელი ტრიგლიცერიდები რომ გვქვია, არ არის ის მხოლოდ
ბრალდებული ცხიმის წყალობით ჩვენს ორგანიზმში მომატებული. ბრალდებული ასეთ შემთხვევაში არის ჭარბი რაოდენობით ტკბილი პროდუქტები, ამიტომ თუ თქვენ არ მოაწესრიგებთ თქვენს რაციონში ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლების რაოდენობა, ეს აუცილებლად დააზარალებს სისხლძარღვებს და შეიძლება გახდეს მოგვიანებით ბევრი პრობლემის. დიახ, დაბრუნდები. თუ შეიძლება მან სიგარეტიც დავდეთ, მიუხედავად იმისა, რომ საკვები არ არის. უფრო წითელი თუ გაქვთ, უფრო მუქი წითელი თუ გაქვთ, იქ დავდოთ სიგარეტი. ჩვენს ოპერატორებს მე ეჭვი მაქვს, რომ აუცილებლად ექნებათ ასეთი სიგარეტი, მაგრამ ჩვენს აფთიაქში არ არის და თამბაქოს სიამოვნებით მოვათავსეთ. მომაწვდიან მე და ამას დავუბრუნდები. მწვანე ზონაში გადავალ და მე სიფრთხილის ზონაში, ანუ მწვანე ზონაში უნდა ვთქვათ, რომ მე მოვათავსე პროდუქტები, რომელიც ყოველდღიური კვების რაციონში აუცილებლად უნდა იყოს. წყალზე არ ვსაუბრობთ, რძის ნაწარმი, რომელიც აი სიგარეტის მოგვაწოდეს, მაგრამ ეს არ უნდა გამოჩნდეს, არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე, სავაჭრო ნიშანი არ უნდა გამოჩნდეს. წითელი ნიშნული აქვს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ ვითვალისწინებ. დავტოვოთ ესეც, ხომ? ინსულტისთვის ძალიან სახიფათო ამბავი. და მე ალკოჰოლიც ხომ არ შემოვუერთოთ აქ. გვაქვს ალკოჰოლი. ანუ ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლი ასევე სახიფათო გადაწყვეტილება. მწვანე ზონას რომ დავუბრუნდეთ, ჩვენ შევთანხმდით, რომ ყოველდღიური მოხმარების რაციონში ჩვენი ნაწლავური ბიოცენოზის, ანუ ნორმალური ფლორის აღდგენისთვის ჩვენი მამაპაპური მაწონი შესანიშნავი პროდუქტია, გარდა იმისა, რომ ის მდიდარია ცილოვანი, კალციუმით დატვირთული კომპონენტებით, ანუ D ვიტამინით, A ვიტამინით და ანუ ეს არის უნიკალური ნაკრები იმ ნივთიერებებისა, რომელიც ყოველდღიურად გვჭირდება. მაგრამ ამავე დროს აქ არის მცენარეული ბოჭკო და რატომ? ძალიან დიდი ჯგუფი ადამიანების თვლის, რომ ცხიმიანი საკვები თუ შევზღუდეთ, მაშინ ყველა პრობლემა ცხიმოვან ცვლასთან დაკავშირებით გადაიჭრება. ეს ასე არ არის. სამწუხაროდ, მხოლოდ 30% საკვებიდან ვიღებთ, ხოლო 70% ჩვენ თვითონ წარმოქმნით იმ ცხიმოვანი კომპონენტებისა, რომელიც მერე აფუჭებს ჩვენი სისხლძარღვების მდგომარეობას და შეიძლება გახდეს ინსულტის განვითარების წინაპირობა. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ მაგალითად ბოსტნეულზე, მიირთვით ყოველდღიურ რაციონში არანაკლებ 400 გრამისა. ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური პროგრამით განსაზღვრული დოზა. რატომ? იმიტომ რომ მასში არსებული მცენარეული ბოჭკო, განსაკუთრებით წვანილებში არსებული ლიგნინები, რომელიც ქოლესტერინს გამოიტანს ჩვენი ორგანიზმიდან, აგრეთვე ცელულოზა და ჰემიცელულოზა, რომელიც არის მარცვლოვნებში, პექტინები, რომელიც არის ხილში, მცენარეული ფისები, რომელიც არის გამომშრალ ლობიოში, შვრიაში, ეს ყველაფერი არის იმისათვის, რომ ცხიმოვანი სვლა მოაწესრიგოს ჩვენმა ორგანიზმმა. სხვათა შორის ომეგა-3 პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, რომელიც არის თევზში და ამიტომ არის ის მწვანე ზონაში და არ დაგავიწყდეთ თხილი კაკალი, რომელთაც ჩვენი რაციონი ძალიან მდიდარია, ისიც ასევე გვეხმარება ცხიმოვანი ცვლის კორექციაში, იმიტომ რომ მასშიც არის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები. რატომ ვახსენებთ ამ უჯერ და ნაჯერ ცხიმებს? ძალიან ხშირ შემთხვევაში საზოგადოებაში ითვლება, რომ მაგალითად ცხოველურ პროდუქტებს თუ ამოვიღებთ, პრობლემა გადაიჭრება. ასე არ არის სამწუხაროდ, იმიტომ რომ არსებითია ნაჯერი ცხიმები, რომელიც არის ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში და უჯერი ცხიმები, რომელიც არის მცენარეული წარმოშობის, იყოს დაბალანსებული. უჯერი ცხიმები სასარგებლოდ. ანუ ეს თანაფარდობა უნდა დავიცვათ, ასეთ შემთხვევაში ცხიმოვანი ცვლა იქნება მოწესრიგებული. თუმცა მე უნდა გითხრათ, რომ ამ პროდუქტების ამოღება რაციონიდან საჭირო არ არის. მაგალითად 20-30 გრამი კარაქი ყველაზე მძიმე დაავადების დროსაც, ღვიძლის დაზიანების დროსაც კი ნებადართულია. ისევე როგორც მჭლე ხორცი უნდა იყოს კვების რაციონში დაბალანსებულად, ხოლო კვერცხთან დაკავშირებული დამკვიდრებული მითი, რომ ის იწვევს მკვეთრად ქოლესტერინის ცვლის დარღვევას, არ შეესაბამება სინამდვილეს და ეს არაერთი კვლევით არის დადასტურებული. ხომ არაფერი გამომჩა, ბატონო ზაზა, ხომ არაფერი გნებავდათ, რომ მე თქვა? არა, მადლობთ, არა. ჩვენ დაუბრუნდებით საუბარს და დაუბრუნდებით იმისათვის, რომ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი, სულ რამდენიმე წუთი გრჩება. იშემიური ინსულტის პროგნოზი. როგორია იმ შემთხვევაში, როდესაც ვირჩევთ სტრატეგიას პირველი 4 საათი ვიყოთ მობილიზებული და პირველ 4 საათში ჩავატაროთ მკურნალობა ინტენსიური, რაზედაც თქვენ საუბრობდით. ანუ
როგორ უნდა შევაფასოთ ადამიანის ინვალიდიზაციის ხარისხი, იმიტომ რომ ინსულტი მაინვალიდიზირებელი პრობლემაა და მკვეთრად აქვეითებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს. ანუ ასეთ შემთხვევაში პროგნოზი როგორია? სულ რამდენიმე წუთი გვაქვს. ინსულტის პროგნოზი ძალიან მძიმეა. იმიტომ რომ იმ შემთხვევაში და ეს ხშირია, რომ როდესაც ავადმყოფი გადაურჩება ამ მძიმე დაავადებას, ის რჩება ინვალიდი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უამრავი ხალხია საქართველოში, რომელსაც აქვს მოციმციმი არითმია და რომელიც არ იღებს ვარფარინს ანტიკოაგულაციისთვის. და მოციმციმი არითმია არის იშემიური ინსულტის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი და უამრავი ასეთი ადამიანი რჩება ინვალიდი. მოდით ასე ვთქვათ, რომ ეს ეგრეთ წოდებული stroke unity თავისი მიზანმიმართული მკურნალობით და მულტიპროფილური მკურნალობით ჯობია სახში მკურნალობას. ჯობია არასპეციალიზირებულ განყოფილებაში მკურნალობას და ეს ნაჩვენებია ბევრი კვლევით. მაგრამ ეს არის საერთაშორისო მედიცინა 30 წლის წინ. ეს აუცილებლად უნდა შეიქმნას, ყველა რეგიონში უნდა შეიქმნას საქართველოში და ამას აუცილებლად უნდა დაემატოს სისტემური თრომბოლიზი და ამას რეგიონალურ ცენტრებში უნდა დაემატოს ენდოვასკულური მკურნალობა. აი ეს იქნება ის სტანდარტი, რომელიც არის მსოფლიოში. და ეს იქნება ის სტანდარტი, რომელიც გაუტოლდება არსებულ კარდიოლოგიურ სტანდარტს საქართველოში. თუ კარდიოლოგიაში არსებობს, ნევროლოგიაში რატომ არ უნდა არსებობდეს? ვმეორდები, მაგრამ იმიტომ რომ ძალიან გული მტკივა. ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით ამ თემას, იმიტომ რომ ჩვენი გადაცემა ყოველთვის თანმიმდევრულია ამა თუ იმ საკითხის გაშუქებაში. აუცილებლად მოუყვებით მაყურებელს, როგორ განვითარდება ამ მიმართულებით მოვლენები. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის, ბატონო ზაზა. მაყურებელს მე შევახსენებ კიდევ ერთხელ სიამაყით, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი დღეს იშემიურ ინსულტთან დაკავშირებით ბრძანდებოდა ესენის უნივერსიტეტის პროფესორი, ქალაქ უნას ნევროლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი და ევროპის თავის ტკივილის ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ბატონი ზაზა ქაცარავა. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ხვალ, ნახვამდის დღეგრძელობას გისურვებთ.